დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, იგივე თემას ახლა ჩვენ უკვე სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ირინა დარჩია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და არა მხოლოდ შევიდა და ცხადია ეხება განათლების სხვადასხვა მიმართულებებს. რა იყო ცვლილებამდე და რა შეიცვლება ამის მერე? რატომ გახდა საჭირო, რომ კანონპროექტში შესულიყო ეს ცვლილებები? დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა რომ დაინტერესდით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პრობლემატიკით. ჩვენ არა ვართ მაინც და მაინც განებივრებულები და ძალიან მივესალმებით, რომ გვაქვს საშუალება ჩვენ საზოგადოებას გავაცნოთ იმ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპული ცვლილებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ. დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დაახლოებით 100-მდე ცვლილება, რომელთა მიზანი არის იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან დაგვეხმარება ამ პრობლემების გადაჭრაში და ძალიან პრინციპული ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაში. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მიმართულება, რაც აქვს ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, გახლავთ უნივერსიტეტებში სამეცნიერო კომპონენტის გაძლიერება, სწავლებისა და კვლევების დაახლოება, რაც აუცილებლად ძალიან პოზიტიურად აისახება განათლების ხარისხზე, რაც არის ჩვენი განათლების სისტემის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი, თუ შეიძლება ასე ითქვას. მოგეხსენებათ 2010 წელს მოხდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების, ცენტრების შეერთება უნივერსიტეტებთან. ამას ჰქონდა თავისი ესეთი საფუძვლები, მეტნაკლებად მისაღები და გასაზიარებელი, თუმცა ეს მიერთება იყო უფრო ისეთი მექანიკური ხასიათის და სინამდვილეში რეალური ინტეგრაცია ამ ინსტიტუტების რეალური ჩართვა სასწავლო პროცესში, კვლევით პროცესში არ მომხდარა. დაეხლა რა შეიცვლება, ანუ საკანონმდებლო ცვლილება რა შეიცვლება ყველაფერი. ანუ ჩვენი ამოცანა არის ის პოტენციალი, დიდი სამეცნიერო პოტენციალი, რაც არსებობს ამ სამეცნიერო კვლევით ერთეულებში და რომელიც ჯერჯერობით სათანადოდ შეფასებული, დაფასებული და გამოყენებული არ არის საუნივერსიტეტო სივრცეების მიერ, ეს გავაკეთოთ. ანუ ჩვენ სტუდენტებს მივცეთ საშუალება, რომ მათ თავით აკადემიურ პერსონალთან, რომელიც ასევე, რა თქმა უნდა, მათი ძალიან დიდი ნაწილი არის მაღალი სამეცნიერო მაჩვენებლების მქონე, სტუდენტებმა ისარგებლონ იმ სამეცნიერო პოტენციალით, რაც გვაქვს კვლევით ინსტიტუტებში. აქამდე უნივერსიტეტების სივრცეში მექანიკურად შეერთება მოხდა, მაგრამ არ არსებობდა მეცნიერის სტატუსი. ანუ არ ვიცოდით ვინ იყო მეცნიერი, რა იყო მისი უფლებები, მოვალეობები, ვალდებულებებიც. ინსტიტუტები იყო უნივერსიტეტების ნაწილი, სტრუქტურული ერთეული, მაგრამ ინსტიტუტები და მეცნიერები არ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების მართვაში, რაც რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი უსამართლობა. გარდა ამისა, მეცნიერები ხშირ შემთხვევაში მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო პროცესში და განსაკუთრებით დოქტორანტების მომზადებაში, ანუ მომავალი მეცნიერების აღზრდაში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც არსებობდა ძალიან პოზიტიური გამონაკლისები, მაგრამ ძირითადი ტენდენცია იყო, რომ ეს ორი სფერო, მეცნიერება და ეს ვთქვათ, სწავლება იყო ერთ სივრცეში სტრუქტურულად, თუმცა მათი რეალური ინტეგრაცია, რეალური თანაცხოვრება არ ხდებოდა. როდესაც ახალგაზრდა ბოდიში ადამიანები ირჩევენ, რომ რაღაცნაირად გაიზარდონ პროფესიულად, ჩვეულებრივ არჩევენ, რომ წავიდნენ, თქვათ, დასავლურ სკოლებში და იქ ჩაატარონ კვლევები, იქნება თუ იქ მიიღონ, თქვათ, განათლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შემდეგ შეიძლება, რომ ეს საჭიროებები აღარ იყოს და საქართველოში შეძლონ განვითარება პროფესიულად. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო კავშირების სხვაგან წასვლა, ინტერნაციონალიზაცია არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, პატარა ქვეყნების ასე პრიორიტეტი, სულაც პირიქით. მესმის, მაგრამ თუ პატარა ქვეყანაში არ არის გზა განვითარებისთვის, მაშინ ერთადერთი გზა რჩება ის, რომ წახვიდეს სხვაგან და იქ მიიღო განათლება. ეს ერთადერთი გზა არ არის, ეს არის ერთ-ერთი გზა, საზღვარგარეთ წასვლა, უცხოელი კოლეგების ჩამოყვანა. ეს არის ერთ-ერთი გზა უკეთესი განათლების მიხედვით, უკეთესი კვლევების წარმოების არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვეთის ქვეყნებშიც. მე გერმანიის მაგალითს დავასახელებ, გერმანიას აქვს სტრატეგია, ასე ვთქვათ, და ძალიან დიდი ფინანსები ხარჯება ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი წავიდეს საზღვარგარეთ. ითვლება, რომ ეს უხდება ძალიან განვითარებული ქვეყნის განათლების სისტემასაც, იმიტომ რომ განსხვავებული გარემო, განსხვავებული რესურსი, სხვა კულტურული გარემო პოზიტიურად აისახება. რაც შეიძლება თქვა ჩვენი კატეგორიის პროცედები თუ პატარა
არა ქვეყანა შედარებით უფრო მწირი რესურსებით, ეს არის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე მინდა დავასახელო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ერთი დიდი მიმართულება, რაც შეეხება ინტერნაციონალიზაციის განვითარებას, რაც შეეხება საერთაშორისო კავშირების ხელშეწყობას, ეს გახლავთ ერთობლივი აკადემიური ხარისხების მინიჭების შესაძლებლობა, ასევე ორმაგი ხარისხების, ეგრეთ წოდებული double degree-ის მინიჭების შესაძლებლობა, რაც აქამდეც შესაძლებელი იყო, თუმცა საკანონმდებლო ჩარჩო მაინც არ იყო ამაზე მორგებული და დღეს გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან უნივერსიტეტები, უფრო მეტად გამოიყენონ თავიანთი საერთაშორისო კავშირები. მე ისე თქვა მინდა, რომ რაც არ უნდა განვითარდეს ჩვენი განათლების სისტემა, საზღვარგარეთ სტაჟირება ყოველთვის ყველგან არის პრიორიტეტი და ჩვენთანაც დარჩება. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც ჩვენ ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ მათ შემდეგ, რაც პარლამენტმა ეს კანონი მიიღო, ხელშეუწყობს ჩვენ სტუდენტებს, რომ აქვე უნივერსიტეტებში მიიღონ უფრო უკეთესი განათლება, უფრო უკეთესი ხარისხიანი განათლება, ვიდრე აქამდე იყავენ. ანუ მაქსიმალურად გამოიყენონ ის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. თქვენ საუბრობთ, რომ საუბარია, ასე ვთქვათ, ამ საკანონმდებლო სივრცის დაახლოებას, ჰარმონიზაციას ევროპულთან. აი კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც რომ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცეს აქვს 10 ძირითადი პრიორიტეტი და მათგან ერთ-ერთი გახლავთ ეს საერთაშორისო კავშირების დამყარება, ერთობლივი პროგრამების განხორციელება, რომლის მიმართულებითაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები გადავდგეთ. უნივერსიტეტები ახლა ახორციელებენ რაღაც დღეისათვის გვაქვს 15-მდე ესეთი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამა, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი არ ანიჭებს ერთობლივ აკადემიურ ხარისხს, რომელიც იძლევა ერთ დიპლომს ორი სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით. რაც არის, ასე ვთქვათ, ჩვენი პრიორიტეტი და ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ძალიან ხელშეუწყობს ჩვენს უნივერსიტეტებს და მათ უცხოელ პარტნიორებს, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით უფრო მეტად დაცულად იგრძნონ თავი, უფრო უკეთი თანამშრომლონ და ვთქვათ, უფრო მეტი, უფრო პოზიტიური შედეგები დადონ. რამდენად არის მზად ამ ცვლილებისთვის, ვთქვათ, ქართული უნივერსიტეტები ან კვლევითი ლაბორატორიები, რომ შესაბამისი გარემო შეიქმნას განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ მომზადებულა კაბინეტებში, რაც არის ხოლმე ძალიან დიდი და ამ შეცდომას ხშირად ვუშვებდით ხოლმე. არა, ეს პაკეტი მომზადდა ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, მათ ხელმძღვანელებთან, მეცნიერებთან, ათეულობით შეხვედრა იყო, ხანდახან ძალიან მწვავე დისკუსიაც და ეს არის, ასე ვთქვათ, შეთანხმებული ვარიანტი, რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის არის მისაღები და რაც დავარია ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზანი. გამოვიყენოთ რესურსები მაქსიმალურად, სწავლება და კვლევა დავაახლოვოთ და სტუდენტებს მივცეთ უფრო ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება გარემოს ინფრასტრუქტურას, ამას მიმართულებითაც უკვე და თუნდაც ლიტერატურას ძალიან მნიშვნელოვანი და ისი დეფიციტიც გვაქვს. გეთანხმებით აბსოლუტურად, გეთანხმებით. ამასთან დაკავშირებით უკვე რამოდენიმე წელია ხორციელდება ბიბლიოთეკების მხარდაჭერის პროგრამა, ანუ სპეციალური ფინანსური დახმარება აქვთ უნივერსიტეტებს სახელმწიფოს მხრიდან. გარდა ამისა, შეძენილია მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, რომლებზეც აქვთ უფასო წვდომა ჩვენს უნივერსიტეტებს, დოქტორანტებს, სტუდენტებს, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს და პლუს ამას გადაიდგა მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი მეცნიერული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ანუ ჩვენ ამ ბოლო პერიოდში გვიყვარს ხოლმე რაღაცა ამათი წლის ფარგლებში, ვთქვათ, რაღაცების შედარება, არა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა, არ განხორციელებულა. ეს არის ლაბორატორიების აღჭურვა, თანამედროვე ტექნიკის შეძენა. რა თქმა უნდა, ის თანხები რაც იხარჯება, ну, თვითონ ეს მეცნიერების დაფინანსება 300%-ით გაიზარდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოვრჩებით საერთო ევროპულ მაჩვენებელს, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროგრესისკენ. და ეს არის ჩვენი სტრატეგიის ნაწილი, რომ ეტაპობრივად, მაგრამ ძალიან მიზანმიმართულად მოხდეს ფინანსების გაზრდა, მაგრამ ფინანსები არ არის საქმის, თუმცა ძალიან ოპტიმალურად არ გამოვიყენებთ. გაზრდილი ფინანსები პლუს მეცნიერების დაფინანსების უფრო ოპტიმალური სისტემა, პლუს სწორი ევროპასთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ჩარჩო
და უფრო მეტად მოტივირებული მეცნიერი, პროფესორი და სტუდენტი. და სხვათა შორის ჩვენ გავაჩინეთ არა მხოლოდ მეცნიერის, არამედ პოსტდოქტორანტის ცნებაც, ასევე რუსთაველის ფონდს გააჩნია უპრეცედენტო პროგრამები ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის, რომ მეცნიერის პროფესია გახდეს ისეთივე მიმზიდველი, ისეთივე პრესტიჟული, დასაფასებელი, როგორც მას ეკუთვნის და როგორც ვთქვათ, იყო წლების წინ და სამწუხაროდ ბოლო პერიოდში აღარ არის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების განვითარება, ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია მეცნიერებისა და ინოვაციების გარეშე, რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მეცნიერებს, უნივერსიტეტებს, აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს იყონ უკეთესები, ასწავლონ უკეთ, სტუდენტებს მივცეთ მოტივაციას ისწავლონ უკეთ, მით უფრო განვითარებული იქნება ჩვენი საზოგადოება, ეკონომიკა და მით უფრო უკეთ ვიცხოვრებთ ყოველი ჩვენი. და ეს ბუნებრივია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა თანხდება, რომ განათლების გაუმჯობესების გარეშე, განათლების სისტემის გაუმჯობესების გარეშე შეუძლებელია ქვეყანას ჰქონდეს პროგრესი, მაინც ჯერჯერობით პოლიტიკურ დონეზე განათლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი, ჯერჯერობით მაინც არ ჩანს. თუმცა ქალბატონო ირინა, რა მინდა იცით, გკითხოთ, თქვენ საუბრობდით პროცესზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შევიდა ძალაში. აი, როგორი იქნება ეს პროცესი, რამდენი ხანი გაგრძელდება, დაიწყო თუ არა და აი რა ეტაპებისგან შედგება? ჩვენ უკვე გვქონდა რამოდენიმე სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტების, ცალკეული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, რომელსაც უშუალოდ შეეხებათ ეს ცვლილებები, რომლებთაც აქვთ, ასე ვთქვათ, მიერთებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრები თავის დროზე. თუმცა ცვლილებები ძალიან მასშტაბურია და ჩვენ გეგმავთ 1 თებერვალს, მე შემიძლია უკვე ცელურად გამოვაცხადო, მასშტაბური ესეთი კონფერენციის ჩატარებას, რომლის მიზანიც იქნება იმ სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მიზნად ისახავს აი ამ ძალიან მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვას. ეს არ იქნება ერთბაშად, ეს ერთ და ორ დღეში არ კეთდება, ამას სჭირდება მთელი რიგი ცვლილებები უნივერსიტეტების წესდებაში, რომ მეცნიერი იყოს ჩართული მართვაშიც, სწავლებაშიც, კვლევაშიც, სადისერტაციო საბჭოების მუშაობაშიც, დოქტორანტების აღზრდაშიც, პლუს ამას მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოელ პარტნიორებთან, სამეცნიერო კვლევით ერთეულებთან. და ჩვენ ყველანი ერთად დავსხდებით სამინისტროს წარმომადგენლები, აკადემიური სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, ერთად ვიმსჯელებთ იმ ცვლილებებზე და ერთად ჩამოვაყალიბებთ იმ ოპტიმალურ დროს, რამდენ ხანშიც შეიძლება ეს განხორციელდეს. ასევე განსაზღვრავთ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ჰარმონიულად და თანამშრომლობით დავიწყოთ განხორციელება. ანუ ჩავთვალოთ და განხორციელება უკვე ზალაშია ცვლილებები შესული და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს რაღაც ახალი რეალობის წინაშე, უკეთესი რეალობის წინაშე უნდა აღმოჩნდეთ დაახლოებით 1 წლის ვადაში. თუმცა არის რაღაც უფრო მოკლევადიანი ცვლილება, რაღაცა სჭირდება მეტი დრო. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სტატუსის განსაზღვრა მათი პოტენციალი შეფასებიდან გამომდინარე და სამეცნიერო პერსონალის ატესტაციაც. ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან გააზრებული მოქმედება, ძალიან შეთანხმებული პოლიტიკის შემუშავება და ბუნებრივია გარკვეული დრო. უნდა ვიჩქაროთ, ოღონდ უნდა ვიჩქაროთ ნელა. ესტინა ლენტე. ამ ცვლილებებისთვის ბევრი რამ არის საჭირო, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მათ შორის ფინანსები, ტექნიკური ბაზა, ასე შემდეგ. რა ვითარება ადამიანური რესურსების თვალსაზრისით? პედაგოგები რამდენად მზად არიან, რომ ზუსტად ის სწორი განათლება და მიმართულება მისცენ დაინტერესებულ ადამიანებს? მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე ხნის წინ დაახლოებით რამოდენიმე სადღაც მარტში საქართველოში ჩამოსული იყო უცხოელი ექსპერტების ჯგუფი, რომლებმაც ქართულ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ქართულ ექსპერტებთან ერთად, აკადემიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს ძალიან მასშტაბური შეფასება ჩვენი სამეცნიერო სისტემის და აღმოჩნდა, რომ არც ისე ცუდად გამოვიყურებით. არის მთელი რიგი დარგები, სადაც ქართული მეცნიერება არის წარმოდგენილი საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ეს არის ძირითადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ასევე სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით წლის განმავლობაში მეცნიერებას ან ხელშეწყობა არ ქონდა და ამ პირიქით მას ხელს უშლიდნენ, ის პოტენციალი რაც ქონდა, მაინც მეტნაკლებად განვითარდა. ამას ძალიან შეუწყო ხელი საერთაშორისო კავშირებმა
და ცალკეული ადამიანების თავგანწირვა თუ შეიძლება ასე ითქვას, მეცნიერება იყო ძალიან არამომგებიანი, ნაკლებ პრესტიჟული საუბედუროდ, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ქართველი მეცნიერი მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ათეულობით და ასეულობით მინდა გითხრათ სამწუხაროდ და ესეთი ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ისეთი პირობების შექმნა საქართველოში, რომ ის მეცნიერები ნელ-ნელა უკან დაგვიბრუნდნენ. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტი განათლების და მისივე სამინისტრო ახორციელებს უილიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ერთობლივი პროგრამები სადოქტორო პროგრამები ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ტექნიკურ და ილიას უნივერსიტეტებთან, უკვე გვაქვს დაცული ერთობ, ესე ვთქვათ, ორმაგი აკადემიური ხარისხები დოქტორანტურაში და სახელმწიფოს დახმარებით, ანუ ჩვენი დახმარებით შეიქმნება ლაბორატორიები ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდგომ უკვე სხვაგანაც და ეს გერმანიაში გაზრდილი დოქტორები უკვე დაბრუნდებიან საკმაოდ კარგი პირობებით და შეძენილ ცოდნას მოახმარენ, ასე ვთქვათ, ქართულ მეცნიერებას. აქვე მინდა ვახსენო, ვთქვათ, ორი უნივერსიტეტის ძალიან დიდი წარმატება მეცნიერული თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის ასტრონომიაში ნაშრომი ამერიკის ასტრონომიის ასოციაციამ შეაფასა წლის საუკეთესო ნაშრომად, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულება სოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტომსონის რანჟირების სისტემის მიხედვით არის 187 მსოფლიოში. სულ 258 უნივერსიტეტი მოხვდა. აი ამ 258 უნივერსიტეტში ვართ 187 გვერდზე. ანუ პოტენციალი გვაქვს, ჩვენ გვჭირდება მეტი ფინანსები, უკეთესი საკანონმდებლო ბაზა და აი ამ ბაზის და ფინანსების ძალიან ოპტიმალური გამოყენება. მე მგონი ჩვენ ამისთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ და აქვე მინდა ძალიან ისეთი პოზიტიური სიახლე აღნიშნო. გუშინ ჩვენი პრემიერ-მინისტრი შეხვდა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, მან გამოკვეთა რამოდენიმე პრიორიტეტი და ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სწორედ განათლება, რასაც მხოლოდ მივესალმებით და მე მგონი ეს ჩვენ კონტექსტი, ასე ვთქვათ, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებით მოვამზადეთ, ძალიან ხელშეუწყობს აი ამ პრიორიტეტების განხორციელებას. ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ნამდვილად განათლება, ამაზე თანხმდებით ყველა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ირინა დარჩია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი.